დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი დოკუმენტია რომელიც ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი და არ ვიცით. ეგვიპტის მუზეუმებში იქნება რაღაც ეგეთი დაფარული ქართული რაღაც. ეგვიპტის ეხლა რომ წავიდეთ იქვიდან გადავიღოთ არის ციტადელის მუზეუმი. ეგ არის ოსმალური ეპოქა, ასე მე-18 საუკუნე ასე რომ ვთქვათ რა და იქ ალიბეი ალქაბირი იყო ესეთი დასავლეთ საქართველოსდან იყო გატაცებული, ზოგი აფხაზი იყო, ზოგი სამეგრელოდან იყო, ზოგი ყოველთვის ქრისტიანი იყო. იოსები იყო მისი სახელი, რომელიც პირველი ეგვიპტის მმართველი გახდა, საკუთარი მონეტაც კი მოჭრა, დამოუკიდებლობა გამოაცხადა პრაქტიკულად ოსმალეთის იმპერიისგან. მამა ჩაიყვანა იქა, და ჩაიყვანა იქა, და გაათხოვა მერე და მამა იყო და წავიდა ოღონდ, მამამის მღვდელი იყო. ხო და ანუ ესეთი ოჯახების მიმოსვლა ჰქონდათ რა, ნაცნობები ჩაყავდა იქ და ზოგი დარჩა და გაათხოვა მერე თავის საყვარელ მამლუქზე, ქართველზე და მერე მამლუქმა უღალატა და იმან დაამარცხა მერე და მოკლა, ასე რომ ვთქვათ. მოკლედ აი ესეთი მამაშვილობის ამბები რაც შეეხება აქ არის ძალიან გრძნობიარე მომენტი არის ეს შინჯიკაშვილი რო იყო აბრაამ შინჯიკაშვილი იყო მაგის შვილი მოკლეს მერე მამლუქები გადახოცეს 1811 წელს ამ ციტადელში მუზეუმში წავიდა გადავიღო და ერთ-ერთი იყო ამისი შვილი სახელი დამავიწყდა და თურმე ძალიან განიცადა ამან რა ამ იბრაჰიმ ბეი აბრამა ერქვა აქ ეს არის სახელი შინჯიკაშვილი ძალიან განიცადა შვილის სიკვდილი თურმე და მერე უნდა და შვილის გვერდზე დაეკრძალა თუმცა სუდანში გარდაიცვალა მერე და არ ვიცით სად არის დაკრძალული სიყვარული და რაღაც ჰქონდა ძალიან რა თქმა უნდა ერთმანეთს